მოცემულ ვიდეოში გაჩვენებთ, როგორ უნდა ჩავატაროთ პროცესი ტექნიკურად, მითის მეშვეობით. ამისათვის ჩვენ stream გვერდზე ყველას თქვენგანს დაპოსტილი აქვს სალექციო ლინკი, რომელსაც იყენებთ აქტიურად. საჭიროა ამ ლინკზე გადახვიდეთ. ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, როცა ან მიკროფონი არ არის ჩართული, ან კამერა, აი ასეთი რამე თუ გადასვლისას პროგრამამ გამოიტანა შემდეგი მონაცემები, ხედავთ აქეთ მარცხენა ზედა კუთხეში, რომ გეკითხებათ პროგრამა, რომ ნებადართეთ კამერას და მიკროფონს, რომ ისინი იყოს ჩართული. საჭიროა აი აქ დააწყაპოთ allows. ამის შემდგომ პირდაპირ აი ამ ღილაკით ახლავე შეერთება, იგივე ინგლისურად თუ იქნება ეს არის ხოლმე join now და არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში ask to join. რა ხდება იმ დროს, როცა არის აი ასეთი მაგალითად ეხლავე გაჩვენებთ ეს ნიშნავს ask to join ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც თქვენ პირადი მეილი თხართ შესული და აი ასეთ შეტყობინებას გთავაზობთ Google Meet-ი. მზად ხართ შემოვერთდეთ და შეერთების თხოვნა. Ask to join იგივე ინგლისურად. აი ასეთი რამე თუ გამოდის თქვენთანაც, ეს ნიშნავს იმ სიტუაციას და მოცემულობას, რომ თქვენ გაქვთ გახსნილი პირადი მეილი. მარჯვენა ზედა კუთხეში აი აქ აუცილებლად უნდა იყოს თესაუს მეილი და არა რაღაც მეილების ის ნაწილი ან რაღაცა ისეთი კონკრეტული მეილი, რომელსაც ვიყენებთ პირადი მოხმარებისთვის და არა იგივე სასწავლო პროცესში. თუ აი ესეთი შემთხვევა გაქვთ და ask to join მოთხოვნა გამოაქვს Meet-ს, უნდა მარჯვენა ზედა კუთხეში აი აქ ნახოთ ესეთი ღილაკია, რომ მიიტანთ ლურჯდება ანგარიშის გადართვა. იგივე ინგლისურად თუ იქნება ეს არის switch account, დააწყაპებთ აქ. აირჩევთ კონკრეტულად თესაუს მეილს, უნივერსიტეტის ფოსტას, რომელიც უნდა იყოს დაბოლოებული ზაღლუკა თესაუ წერტილი GT. აი აქ დააწყაპებთ და გახსნით Meet-ს უნივერსიტეტის ფოსტით. ამ შემთხვევაში აღარ მოგთხოვთ ask to join-ს და იქნება ახლავე შეერთება, join now. და რა ხდება შეერთების შემდგომ. ეს არის სტანდარტული ფანჯარა, რომელშიც ჩვენ სალექციო პროცესს ვატარებთ. ამ ფანჯარაში გვაქვს ბევრი ელემენტი, როგორც არის აი ეს Meet-ის დეტალები, რომელიც შეგიძლიათ გაუგზავნოთ სტუდენტს, რომელიც ვერ შემოდის, იგივე აი ეს კონკრეტულად ეს ლინკი მიაწოდოთ. მარჯვენა მხარეზე გვაქვს პრეზენტაციის ჩართვა, რომელთაც შეგვიძლია პრეზენტაცია გავუშვათ. აი ამ სამ წერტილს თუ დავაწყაპებთ, აქ გვაქვს შეხვედრის ჩანაწერის გაკეთება და ეს არის აუცილებელი მოთხოვნა და ეს ჩანაწერი შემდგომ საგამოცდო ცენტრს უნდა გაუგზავნოთ. მოგაწოდით მეილს აუცილებლად, რომელზეც უნდა გააგზავნოთ შეხვედრის შუალედურის ჩანაწერები. ჩანაწერისთვის აუცილებელია ესე დააწყაპოთ Z. ახალი მოთხოვნა გამოდის, რომ საჭიროა დაეთანხმოთ აი ასე მიღებას დააჭიროთ მარჯვენა მხარეზე და რამოდენიმე წამში დაიწყება შეხვედრის ჩაწერა. ამას გაიგებთ, აი აქ ხედავთ, რომ მიმდინარეობს პროცესის ჩართვა და როდესაც ეს გაწითლდება, შეხვედრის ჩაწერა უკვე მიმდინარეობს. ამის შემდგომ საჭიროა პირველ რიგში, ვიდრე შუალედურე წერებს დაიწყებთ, აი ეს პარამეტრების შეცვალოთ, ეს არის განლაგება, აი ასეთი ოთხკუთხედია ხედავთ. ამ განლაგებას უნდა დააწყაპოთ და აირჩიოთ აი ესეთი მეორე, რომელიც არის ბევრი სურათის მომცველი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთდროულად თქვენ შეძლებთ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში 16 სტუდენტის
გამოჩენას ეკრანზე და 16-ვე სტუდენტის კამერა და ვიზუალი გამოჩნდება ჩვეულებრივად, თუმცა 16 არის არასაკმარისი, ამიტომ უნდა გადაწიოთ შემდგომზე, აქ არის ნიშნულები 6, 9, 16, 30, 42 და 59. არ არის საჭირო მაქსიმალურზე ასვლა, რადგანაც ვიცით, რომ 20-25 სტუდენტი იქნება თითოეულ სესიაზე, გამოცდაზე მონაწილე, ამიტომ დააყენეთ 30-ზე აი აქ და უბრალოდ გათიშეთ. ესე იგი, აუცილებლად უნდა იყოს ამ 4-დან ზემოდან მეორე და აქ უნდა იყოს 30 მონიშნული. ამის შემდგომ, ესე იგი, ჩაწერა ჩართული გვაქვს და ჩაწერის ჩართვა და კონტროლი ხდება აი ასე, როდესაც ჩაწერის გამორთვა გვენდობება, აი აქ დავაწყაბებთ და გამოიტანს კიდევ შეტყობინებას ნამდვილად გსურს თუ არა ჩანაწერის შეწყვეტა, არ დაგავიწყდეთ ჩანაწერის ჩაწერაზე ჩართვა ყოველი საგამოცდო პროცესის დაწყებისას, აი ასეთი ნაცრისფერ ღილაკზე დაწყაბებით და შემდგომ ისევ დათანხმებით ჩაწერა დაიწყება რამოდენიმე წამში. როდესაც მე ახლა დაგაყენებინეთ აი ეს განალაგება, აქ კონკრეტულად 20-25 სტუდენტის შემოსვლის დროს პატარა ოთხკუთხედი ფანჯრების ხედის არეალით განლაგდება 20-25-ვე სტუდენტი თავისი კამერით და თქვენ შეძლებთ გარჩევადი იქნება ეს და შეძლებთ რომ დააკვირდეთ უშუალოდ შუალედური წერის მიმდინარეობისას პროცესს და თუ რამე განსაკუთრებული იქნება ამ შემთხვევაში გაავთხილოთ ან მიუთითოთ სტუდენტს. გარდა ამისა კიდევ იქნება ისეთი შემთხვევები, როდესაც სტუდენტები პირადი მეილით ეცდება აი ამ ჩვენ შეხვედრაზე შემოსვლას და ყურადღებით უნდა იყოთ ხოლმე, როდესაც აი აქ ფანჯარაზე პატარა თეთრი ფანჯარა გამოდის და ეწერება რომ ესა და ეს ადამიანი ცდილობს შემოსვლას და დაეთანხმეთ აუცილებლად, რადგანაც ეს ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის ხოლმე შემდგომ, რომ სტუდენტები ელოდებიან შეერთებას, არ იციან რომ პირადი მეილი როგორ გადართონ და როგორ გამოიყენონ სწორად ეს მითი და ხშირად პირადი მეილით უერთდებიან ხოლმე ასე შეხვედრებს. სულ ეს არის აი ეს მითის კონფიგურაცია, ესე იგი ჩაწერაზე ვაყენებთ თავიდან, აუცილებლად უნდა შევცვალოთ განლაგება, რომ ყველა სტუდენტი გამოჩნდეს თანაბრად და ჩვენ შევძლოთ სრულად დავაკვირდეთ პროცესს და შუალედური წერის პროცესი დასრულების შემდგომ უნდა ჩანაწერის შეწყვეტას დავაწყაბოთ და დავეთანხმოთ ჩანაწერის შეწყვეტას. სულ ეს არის ეს ამ პროცესის მართვა.